ივანიშვილის პარტია ირწმუნება, რომ დავალებები, რომელიც ქართულმა ჯარმა 17 წლის წინ შეასრულა, დანაშაულებრივი და მოღალატეობრივია. ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას აანონსებს. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს პროდასალურ პარტიებში პასუხობენ და ოლიგარქის გუნდს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ. სწორედაც რომ ივანიშვილის ბანდის ნარატივები არის რუსებისთვის ალაპარაკოს მიცემი ხოლმე საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ბოლო მომენტში ვიხილეთ, მაგალითად, როცა ღალატის კომისიის შესაბამისი განცხადებები გამოიყენეს რუსებმა იგივე გაეროს ფორუმში, როდესაც ქართულ მხარეს ადანაშაულებს შენ საომარი მოქმედებების დაწყებაში და როდესაც ერთ-ერთი იმეორებ რუსების ნარატივს, რომ თითქოს და ვიღაცა მობრძანა საქართველოს თავდაცვა და სინამდვილეში ეს თავდაცვა კი არ იყო, არამედ მოქმედებების დაწყება იყო საკუთარი ინიციატივით, ეს რა თქმა უნდა არის ღალატის დეფინიცია, რასაც აკეთებს ივანიშვილი და მის ბანდა. ქართული ოცნების ლიდერები პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართულ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ წლების განმავლობაში მრავალგზის დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე, რომლებიც პუტინის მსგავსი მესიჯებით და გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, ისინი არიან მოღალატეობრივ საქმიანობაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის მოღალატეობრივი, რადგან ერთ-ერთში იმეორებს რუსი პოლიტიკოსებისა და ოსი სეპარატისტების ნარატივებს, რომლის საფუძველზეც საქართველოში ომი დაიწყო თავად საქართველოს. ეს არის ღალატი, რადგანაც ერთის მხრივ მიმართულია ისტორიის გაყალბებისკენ, ხოლო მეორეს მხრივ კი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ვეღარასდროს შეძლოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს არის რუსეთის მიზანი, ამიტომაც ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება უნდა დასრულდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოახერხოს გაერთიანება.